გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით ეროვნული ბიბლიოთეკის გერმანულმა სამკითხველო დარბაზმა 2013 წლის ორი ყველაზე აქტიური მკითხველი გამოავლინა. გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ქალბატონმა ბარბარა ვატენდორფმა გამარჯვებულებს წამახალისებელი პრიზები გადასცა. ჩვენთვის და გერმანული სამკითხველო დარბაზის თანამშრომლებისათვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ ვინ დადის ბიბლიოთეკაში. რისი წაკითხვა, რისი გატანა სურთ მკითხველებს, რამდენად ვითვალისწინებთ მათ გემოვნებას მედიების შერჩევისას. სარგებლობენ თუ არა ჩვენი მკითხველები შემდეგ ამ წიგნებით და რა ინტენსივობით დადიან ისინი ბიბლიოთეკაში. ამასთან დაკავშირებით ერთობლივად ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გაგვეხადა უფრო მიმზიდველი სამკითხველო დარბაზი. დავგეგმეთ ერთ-ერთი ამგვარი აქცია, რომელიც ითვალისწინებდა წლის მანძილზე ყველაზე აქტიური მკითხველების გამოვლენას, ანუ მათი, ვინც ყველაზე მეტი წიგნი გაიტანა. მოხარული ვარ, რომ ეძლევა შესაძლებლობა წინა საახალწლოდ საჩუქრები გადავცე 2013 წლის ორ ყველაზე აქტიურ მკითხველს. ერთი გახლავთ ქალბატონი დალი ბახტაძე, გერმანისტი და პროფესორი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. და მეორე ქალბატონი გაიანი ჩოლახიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ჩვენს წინაშე ორი განსხვავებული პიროვნებაა. ერთი პროფესიულად დაკავშირებულია გერმანულ ენასთან, მეორე სხვა სპეციალობა აქვს, მაგრამ დაინტერესებულია იმით, რომ გაიღრმაოს ცოდნა გერმანულ ენაში. კარგი იქნება, თუ რამდენიმე სიტყვით ქალბატონები გვეტყვიან, თუ რატომ მოდიან აქ და არიან თუ არა კმაყოფილნი ჩვენი შემოთავაზებებით. მესი მადლობა მინდა გადავხადო ჰუმბოლდტის ბიბლიოთეკის განყოფილების ხელმძღვანელობას და პირადად ქალბატონ ბარბარა ვატენდორფს იმისათვის, რომ ასეთი ლამაზი საახალწლო და საშობაო ღონისძიება მოგვიწყო მკითხველებს. მე დიდი მადლიერებით მომდივარ ხოლმე ჰუმბოლდტის განყოფილებაში, იმიტომ რომ თითოეული თანამშრომელი ამ განყოფილებისა იმდენად პროფესიონალურად, იმდენად გულითადად გვემსახურება და ისეთ კარგ რჩევებს იძლევიან ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისათვის, ან წიგნის მოძიებისათვის, რომ მადლიერების მეტი არაფერი მეთქმის. რომლი ტონის სიტყვები არ იყოს ეს, მინდა გითხრათ ერთი აი სულ ახლახან მომხდარი შემთხვევა. პირველ 3 ოქტომბერს ერევანში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია მიეძღვნა ნიჩეს თემატიკას და თბილისიდან ერთ-ერთი მომხსენებელი ვიყავი მეც. მოხსენება მოვამზადე მე სრული მონაცემებით აი ამ განყოფილებებით. მე ფაქტიურად სხვაგან არაფერი მიძებნია, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასალები შემირჩიეს თანამშრომლობა. ერთი წელი რაც დავდივარ ამ ბიბლიოთეკაში, ჰუმბოლდტის ბიბლიოთეკაში და ვფიქრობ, რომ აქ არის ყველანაირი პირობა გერმანული ენის კარგად დაუფლებისთვის. აქ მოიპოვება ყველა ის მასალა, რომელიც საჭიროა ენის კარგად სწავლისთვის, აუდიო-ვიდეო მასალებიდან დაწყებული და სხვადასხვა მიმართულების, ასევე პროფესიული მიმართულების ლიტერატურით დამთავრებული. ძალიან ასევე დადებითი მხარე არის ის, რომ შესაძლებელია წიგნების გატანა სახლში, რაც დროის მნიშვნელოვანი ფაქტორია და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გოეთეს ინსტიტუტს, ქალბატონ ბარბარას, ასევე თანამშრომლებს ასეთი კარგი, თბილი და მეგობრული ატმოსფერო შექმნისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიც გერმანულ ენას პროფესიონალურ დონეზე არ ეუფლებიან და სხვა, თუნდაც სამედიცინო მიმართულებით მუშაობენ. როგორც ეს გაიანის შემთხვევაშია, მათთვის გერმანული დამატებითი კვალიფიკაციაა და ჩვენ ვართ ადგილი, სადაც შესაძლებელია დამატებითი ცოდნის, დამატებითი კვალიფიკაციის მიღება. სწავლის ადგილი, სადაც თავს კარგად გრძნობ.
მოხარული ვიქნებით თუ მომავალ წელსაც ბევრ აქტიურ მკითხველს გამოვავლენთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ შესაძლებლობისათვის მადლობა გადაუხადო გერმანული სამკითხველო დარბაზის თანამშრომლებს, რომლებთანაც მრავალი წელია წარმატებულად მუშაობთ. მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა გოეთეს ინსტიტუტის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. დიდი მადლობა მათ წლევანდელი თანამშრომლობისათვის. ჩვენ მოვამზადეთ პატარა, ნამდვილად პატარა საახალწლო საჩუქრები. გისურვებთ, რომ სიამოვნებით შეისწავლოთ გერმანული ენა. მომავალი ექიმისთვის ეს არაჩვეულებრივი დამატებითი კვალიფიკაცია იქნება. ქალბატონო დალი, გულითად მადლობას მოგახსენებთ ბიბლიოთეკის მიმართ გამოთქმული ლამაზი სიტყვებისთვის. სიამოვნებით გადმოგცემთ წიგნს, ულამაზესი გერმანული სიტყვა. ეს ძალიან საინტერესო წიგნია და მათთვის, ვინც გერმანულ ენაზე მუშაობს, ნამდვილი საჩუქარია.